2019 წლის 2 სექტემბერს ორშაბათს კალიფორნიის სანაპიროსთან მღვინთავთა ნავი Conception-ი ცეცხლში გაეხვა, რის შედეგადაც 34 ადამიანი, რომლებიც თავიანთ საწოლებში იყვნენ მომწყვდეულნი, დაიღუპა. Truth Aquatics-ი არის კომპანია, რომელიც მდებარეობს სანტა-ბარბარაში, კალიფორნია. დაარსდა 1974 წელს და ეკუთვნის Glenn Fritzlers. კომპანია ცნობილია და სანდო ოპერატორია მღვინთავთა სამყაროში, რომელიც სთავაზობს რეკრეაციულ მღვინთავობასა და სნორკელინგის თავგადასავლებს კალიფორნიის სანაპიროსთან მდებარე არხის კუნძულების გარშემო. არხის კუნძულების ეროვნულ პარკში მგზავრებს შეუძლიათ დაკავდნენ სკუბა დაივინგით, კაიაკინგით, პადლბორდინგით, ვეშაპების ყურებით, თევზაობით და ცურვით. 2019 წლის აგვისტოში 33 მგზავრისგან შემდგარი ჯგუფი დაგეგმილია გაემგზავროს სანტა-ბარბარადან 31 აგვისტოს 0:04 საათზე და დაბრუნდეს 2 სექტემბერს. იმის გამო, რომ ისინი ასე ადრე დილით გამგზავრდებიან, მგზავრებს ეძლევათ შესაძლებლობა 31 აგვისტოს საღამო გემზე გაატარონ. ამ მოგზაურობისთვის მათი გემი იქნება მოტორიანი გემი Conception-ი. Conception-ი არის 23 მეტრიანი ღამის თევისთვის განკუთვნილი გემი, რომელიც აშენდა Long Beach-ში, კალიფორნიაში და წყალში ჩაეშვა 1991 წელს. ის სპეციალურად არის დაპროექტებული და აშენებული იმისთვის, რომ მგზავრები გადაიყვანოს ღამის თევით მოგზაურობებზე არხის კუნძულების გარშემო. ფედერალური და საერთაშორისო რეგულაციები ითხოვს, რომ გარკვეულ ზომაზე დიდი გემები დამზადებული იყოს ცეცხლგამძლე მასალებისგან. ასევე ამ გემებზე უნდა იყოს დამონტაჟებული ხანძარსაწინააღმდეგო სპრინკლერები და კვამლის დეტექტორები, რომლებიც დაკავშირებულია გემის ელექტრონიკასთან ან ხიდთან. გემის ასაკისა და ზომის გათვალისწინებით, Conception-ი, რომელიც ნაკლებია 100 გროს ტონაზე და აქვს ნაკლები ვიდრე 49 საწოლი, ამ რეგულაციებს არ ექვემდებარება. ის აშენებულია ხისგან, რომელიც დაფარულია ფიბერგლასით, რაც ნებადართული იყო რეგულაციებით, რომლებიც ბოლოს განახლდა 1978 წელს. ბოლოს სანაპირო დაცვის ინსპექციებმა 2018 წლის აგვისტოში და 2019 წლის თებერვალში არ აჩვენა რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა. გემის ინსპექტირების სერტიფიკატი ითვალისწინებს მაქსიმუმ 103 ადამიანის ტევადობას და 99 მგზავრის გადაყვანას. გემი მოწყობილია 3 გემბანით. ზედა გემბანზე მდებარეობს საჯის რუბკა, ეკიპაჟის საცხოვრებელი და მზის გემბანის დასასვენებელი ზონა. ზედა გემბანის ქვემოთ მდებარე მთავარ გემბანზე განთავსებულია დიდი კაბინა. ეს კაბინა შედგება სამზარეულოსგან კაბინის წინა ნაწილში, სადაც ეკიპაჟი ამზადებს საკვებს და სალონისგან უკანა ნაწილში, სადაც განთავსებულია დასაჯდომი ადგილები საკვების მისაღებად. სალონში შესვლა ხდება კიჩოდან დერეფნის გავლით, რომლის გასწვრივაც განთავსებულია სველი წერტილები. ქვედა გემბანზე მაქსიმუმ 46 ადამიანს შეუძლია დაიძინოს 13 ორსართულიან საწოლში და 20 ერთადგილიან საწოლში, საიდანაც ერთი საწოლი ეკიპაჟისთვის არის განკუთვნილი. ქვედა გემბანი ასევე მოიცავს საშხაბე ზონას, ხუზის სათავსოს, ძრავის ოთახს და ლაზარეთს, რომელიც წარმოადგენს ინვენტარის შესანახ ადგილს ძრავის ოთახისთვის საჯირო აღჭურვილობისთვის. ეკიპაჟის დანარჩენი საწოლები განთავსებულია 2 გემბნით ზემოთ, საჭის რუბკის უკანა ნაწილში, ზედა გემბანზე. თუ საძილე განყოფილებაში იმყოფებით, გამოსასვლელად 2 გზა არსებობს. შეგიძლიათ ახვიდეთ სპირალურ კიბეზე და სალონის გავლით უკანა კარებიდან გახვიდეთ. ან შეგიძლიათ აიძვრეთ კიბეზე 22 დიუმიან საგანგებო გასასვლელიდან, რომელიც ასევე სალონში გადის და იმავე უკანა კარებიდან გახვალთ. 2019 წლის 30 აგვისტოს საღამოს მგზავრები იწყებენ Conception-ზე ასვლას, რათა მომდევნო დილას ადრე გასასვლელად მოემზადონ. ისინი მთავარ გემბანზე ადიან ხომალდზე და მიდიან საწოლების განყოფილებაში, სადაც თითოეულს თავისი საწოლი ენიჭება. ეს იქნება მათი საწოლი მთელი მოგზაურობის განმავლობაში. ხომალდის მართვასა და მოგზაურობის ზედამხედველობას 6 ეკიპაჟის წევრი უზრუნველყოფს. კაპიტანი ჯერი ბოილანი, პირველი თანაშემწე კალენ მოლიტერი, პირველი გემბანის მეზღვაური მილტონ ფრენჩი, მეორე გემბანის მეზღვაური ალი კურცი, პირველი სამზარეულოს თანამშრომელი რაიან სიმსი და მეორე სამზარეულოს თანამშრომელი მაიკ კოლესი. პირველი თანაშემწე კალენ მოლიტერი პირველი ჩადის Conception-ზე, დაახლოებით 22:00 საათზე და მას უერთდებიან სამზარეულოს თანამშრომლები სიმსი და კოლესი, დაახლოებით 23:00 საათზე. გემბანის მეზღვაურები ფრენჩი და კურცი და კაპიტანი ბოილანი ჩამოდიან დაახლოებით 03 საათზე 31 აგვისტოს დილით, რათა მოამზადონ გემი და 1 საათის შემდეგ გაემგზავრონ. ყველა ეკიპაჟის წევრი დაიძინებს Conception-ის ზედა გემბანზე ეკიპაჟის საცხოვრებელში, გარდა გემბანის მეზღვაურ კურცისა, რომელიც მგზავრებთან ერთად დაიძინებს საერთო საძინებელში.
გემისა და აღჭურვილობის შემოწმების შემდეგ ისინი ტოვებენ სანტა ბარბარას ნავსადგურს 0404 საათს. Conception-ი სხვადასხვა გაჩელებას გააკეთებს სანტა-კრუზის კუნძულის გარშემო, რომელიც არხის კუნძულების ეროვნული პარკის ყველაზე დიდი კუნძულია. 08:30 საათზე. Conception-ი თავის პირველ გაჩერებაზე, ელბერტს ანქორიჯზე, ჩადის. ეს არის დაივინგის ადგილი სანტა-კრუზის კუნძულის სამხრეთ მხარეს. ეს ადგილი კუნძულთან ახლოსაა მოქცეული და ამინდის ძლიერი ქარებისგან დამცავ გარემოს სთავაზობს დამწყებ ყვინთავებს. მას შემდეგ, რაც გემი ელბერტს ანკორიჯთან ღუზას ჩაუშვებს, მგზავრები სალონში იკრიბებიან საუზმისა და უსაფრთხოების ინსტრუქციისთვის, რომელსაც პირველი გემბანის მეზღვაური, მილტონ ფრენჩი ატარებს. უსაფრთხოების ინსტრუქცია მოიცავს ინფორმაციას, თუ სად უნდა მოძებნონ სამაშველო ჟილეტები, სად უნდა შეიკრიბონ საგანგებო სიტუაციის დროს და როგორ უნდა დატოვონ სალონი და საცხოვრებელი კაიუტები. უსაფრთხოების ინსტრუქციის დროს ერთ-ერთი მგებას კარგავს. მგზავრის გონზე მოყვანის შემდეგ ფრენჩი აგრძელებს ინსტრუქციას. შემდეგი 2 დღე მშვიდად გადის. 1 სექტემბრის საღამოს მგზავრები ღამის ყვინთვაზე მიდიან ქუეილ როკთან, სანტა-კრუზის კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. სანამ მგზავრები ღამის ყვინთვით თქმებიან, სამზარეულოს თანამშრომელი კოულსი ჩართავს კონდიციონერს საწოლ ოთახში, რათა ოთახი გრილი იყოს სტუმრებისთვის, როცა დასაძინებლად წავლენ. ღამის ყვინთვის შემდეგ კონცეფშენი მიემართება პლაც ჰარბორში, სადაც ღამით გაჩერდება. როცა სტუმრები დასაძინებლად ემზადებიან, ბევრი მათგანი ტელეფონებს, კამერებს, ლეპტოპებსა და ტაბლეტებს დასატენად აერთებს. რადგან ამდენი მოწყობილობა ერთდროულად არის შეერთებული, ყველა სტუმრისთვის საკმარისი დენის როზეტები არ არის. სამზარეულოს თანამშრომელი სიმსი თავის ტელეფონს დასატენად აერთებს და როზეტში პატარა ნაპერწკალს ამჩნევს. შუაღამისთვის ეკიპაჟის ყველა წევრი უკვე ძინავს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ავალდებულებს ეკიპაჟის ერთ წევრს მთელი ღამის განმავლობაში პატრულირება მოახდინოს, როცა ბორტზე მგზავრები იმყოფებიან. მაგრამ ეკიპაჟი ამას რეალურად არასდროს აკეთებს. სექტემბრის 2-ის გამთენიისას, ღამის 1 საათსა და 30 წუთზე გალეის თანამშრომელი კოულზი იღვიძებს. ის ზემო გემბანზე, ეკიპაჟის საცხოვრებელში ძინავს. ძილის გაგრძელების ნაცვლად, კოულზი სამზარეულოში მიდის, რომ ჯურჯელი გარეცხოს. არც ერთი სხვა არ არის გაღვიძებული და არაფერია უჩვეული. 1 საათის შემდეგ 2 საათსა და 30 წუთზე კოულზი უკან საწოლში ბრუნდება. მალე როგორც კი თავის საწოლში დაბრუნდა, კოულზი ისევ იღვიძებს. რაღაც რიგზე არ არის. კოულზი ესმის ხმა, თითქოს ვიღაცა დაეცა, რასაც მოხვება ხალხის კვირილის ხმა. ის საწოლიდან დგება, რომ სიტუაცია შეამოწმოს. როდესაც კოულზი კარისკენ იყურება მთავარი გემბანის მიმართულებით, ის ხედავს ხვითელ ნათებას. ის მაშინვე ხვდება რა ხდება და ყვირის. ცეცხლი, რათა გააღვიძოს დანარჩენი 4 ეკიპაჟის წევრი, რომლებიც ახლოს ძინავთ. ისინი ისმენენ ცეცხლის დგაცუმსა და ფეთქვას. კოულზი მიემართება კიბისკენ, რომელიც მთავარ გემბანზე ჩადის, მაგრამ იქ მისასვლელი უკვე ცეცხლით არის დაბლოკი. ამის ნაცვლად ის გადადის მარცხენა ბორტის მოაჯირზე და ხდება ქვემოთ, მთავარ გემბანზე. ის გარბის სალონის უკანა კარისკენ, იმ იმედით, რომ მიაღწევს სალონში შენახულ ცეცხლმაქრებს, მაგრამ მთელი სალონი უკვე ცეცხლშია. შესვლის ან გამოსვლის გზა აღარ არსებობს. კოულსი ხედავს, რომ საწოლის განყოფილების საგანგებო გასასვლელი ცეცხლშია, ხოლო სალონის ფიბერგლასის ჭერი დნება და იატაკზე ძვეთავს. 34 ადამიანი ქვემოთ, საწოლის განყოფილებაშია გამონწყდეული. ამასობაში გემის მუშები მოლიტერი და ფრენჩი ასევე ჩამოვიდნენ მთავარ გემბანზე. ისინი სალონს შემოუვლიან და შესასვლელს ეძებენ. სამზარეულოს მუშა სიმსი მათ უერთდება. მოაჯირიდან გადადის მთავარ გემბანზე, როგორც სხვა კაცებმა გააკეთეს. სიმსი ცუდად ეშვება, მარცხენა ფეხს 3 ადგილას იმტრევს და სერიოზულად აზიანებს ზურგსა და კისერს. ფრენჩი ცდილობს სალონში ერთადერთი ფანჯარა გააღოს, მაგრამ ის შიგნიდან იღება და გარედან ვერ ახერხებს გახსნას. ფანჯარა თბილია და სალონი შავი ბოლით ივსება. სანამ ეკიპაჟი ცდილობს საძილე განყოფილებაში ჩარჩენილი 34 ადამიანის გადარჩენას, კაპიტანი ბოილანი ზედა გემბანზე რუკაში საგანგებო ზარს აკეთებს. 0314-ზე საგანგებო ზარი გადაიცემა. შევხვდებით შემდეგ. ვერ სულთქავ. 3-9-2-8. ბოლი ავსებს საჭის ოთახს და აიძულებს კაპიტანს, რომ გამოვიდეს გარეთ. ის ხდება ზედა გემბანის მარჯვენა ბორდიდან წყალში. დანარჩენი 4 ეკიპაჟის წევრი ჯერ კიდევ მთავარ გემბანზეა. ფრენჩი ბოილანს საჭის ოთახში არსებული სახანძრო ნაჯახს სთხოვს. ბოილანი უკვე გადახდა გემიდან, რომ გაექცა ბოლსა და ცეცხლს.
პირველი თანაშემწე კალენ მოლიტერი ფიქრობს, რომ კაპიტანი ცეცხლმა დაწვა და წყალში ხდება, რომ შეამოწმოს მისი მდგომარეობა. ფრენჩი ისევ ცდილობს საძინებელში შესვლის გზის პოვნას, მაგრამ სადაც არ უნდა სცადოს, ყველგან ბოლიცაა და ცეცხლიც. ბოილანი გემბანზე მყოფ სამ ეკიპაჟის წევრს მოუწოდებს წყალში გადახდნენ, რასაც ისინი ასრულებენ. მალე მოლიტერი ხვდება, რომ კაპიტანი უვნებელია და სასოწარკვეთილი ბრუნდება კონსეპშენზე, რომ გზავრების გადარჩენას სცადოს. მაგრამ მთელი ზედანაგებობა ცეცხლში. ის გადაწყვეტს გამოუშვას ნავი და გადარჩენილები მოძებნოს. ფრენჩი ბრუნდება გემზე და ეხმარება ნავის გაშვებაში. შემდეგ ის ბოლოს კიდევ ერთხელ ცდილობს იპოვოს გზა მგზავრების დასახმარებლად. მოლიტერი ნავში კაპიტანს აჯენს. ფრენჩი ხვდება, რომ ყველაფერი უიმედოა. ის ნავში ადის და სამივე დარჩენილ ორ ეკიპაჟის წევრსაც იღებს. Grape Escape კიდევ ერთი ხომალდია, რომელიც იმავე დროს პლაცის ნავსადგურშია გაჩერებული. მგზავრები ბორტზე მძინარენი არიან. 03:29-ზე ნავში მყოფი 5 ეკიპაჟის წევრი მიდის და კორპუსზე აკაკუნებს, რათა გააღვიძონ ისინი. Grape Escape-ის მფლობელები იღვიძებენ და ხედავენ, რომ კონსეპშენი ცეცხლშია ჩაფრული ცხვირიდან კიჩომდე. ის სრულად განადგურებული იყო. და ეს იყო ისეთი შეგრძნება, ღმერთო ჩემო, ეხლა რა ვქნათ. ისეთი უიმედო და უსუსური შეგრძნება იყო, როცა იმ ნავს ვუყურავდი, როგორ იწოდა. ბოილანი და მოლიტერი Grape Escape-დან რადიოთი კვლავ უკავშირდებიან სანაპირო დაცვას, ხოლო კოლსი და ფრენჩი სმითს ეხმარებიან მის ჭრილობებთან. სანაპირო დაცვა ცდილობს კონსეპშენთან დაკავშირებას ბოილანის საწესის საგანგებო ზარის შემდეგ, მაგრამ ვერავის უკავშირდება. ყველა ეკიპაჟის წევრმა დატოვა გემი. 03:22-ზე სან-პედროს სექტორის სარდლობის ცენტრი აფასებს კონსეპშენის მდებარეობას, მისი ბოლო ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემის სიგნალიდან და ავრცელებს გადაუდებელ საზღვაო ინფორმაციას. საგანგებო რეაგირების ჯგუფები სანაპირო დაცვის, ვენტურას და სანტა-ბარბარას ოლქების სახანძრო დეპარტამენტებიდან, ასევე კერძო კომპანია Towboat US Ventura სწრაფად მიემართებიან შემთხვევის ადგილზე. სამაშველო ვერტმფრენი ვენტურას ოლქის საზღვაო ბაზიდან აფრინდება სიტუაციის შესაფასებლად. სანამ ბოილანი რადიოთი სანაპირო დაცვას სიტუაციას უხსნის, მოლიტერი და ფრენჩი სკიფით უკით უკან კონსეპშენზე ბრუნდებიან გადარჩენილების საძებნელად. ისინი ვერავის პოულობენ. პირველი სანაპირო დაცვის რეაგირების ხომალდი ადგილზე 04:27-ზე ჩადის, დაახლოებით 2 საათის შემდეგ, რაც კოლსმა ცეცხლი აღმოაჩინა. და 1 საათი და 15 წუთის შემდეგ, რაც კაპიტანმა პირველი საგანგებო ზარი გააგზავნა. ისინი კონსეპშენს ცეცხლში გახველს პოულობენ. სანაპირო დაცვის ხომალდს არ აქვს საკმარისად ძლიერი სახანძრო აღჭურვილობა, რომ ასეთი დიდი ხანძარი ჩააქროს. უკეთ აღჭურვილი სანაპირო დაცვის საპორტო პატრულის ნავი 04:45-ზე ჩამოდის და ხანძრის ჩაქრობას იწყებს. მაგრამ მას უჭირს საკმარისად ახლოს მისვლა იმ მეჩეთს წყალში, სადაც კონსეპშენი ღუზაზე დგას. 05:23-ზე ახლომდებარე სამოქალაქო ბუქსირი კონსეპშნის ალმოდებულ კორპუსს უფრო ღრმა წყალში გადაათრევს, სადაც სანაპირო დაცვის ხომალდს შეუძლია სრულად ჩააქროს ცეცხლი. იმ დროისთვის, როცა ცეცხლი ჩააქრეს, დიდი ხვრელები იყო დამწვარი გემის კორპუსში. სანამ მაშველები გემში შევიდოდნენ, ის ჩაიძირა და ზღვის ფსკერზე გადაბრუნებული დაეშვა. გადარჩენილი არავინ არის. ორშაბათს 2 სექტემბერს მღვინთავებმა 25 ცხედარი ამოიყვანეს. 9 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. 4 შაბათისთვის, 4 სექტემბრისთვის დაკარგულთაგან ყველა ცხედარი ერთის გარდა აღმოჩენილია. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 80 მღვინთავი 6 სხვადასხვა სააგენტოდან, მათ შორის FBI-ის წევრები, ეძებდნენ ტერიტორიას. ბოლო ცხედარი აღმოაჩინეს და ამოიყვანეს სანტა-ბარბარას ოლქის შერიფის ოფისის მღვინთავებმა 4 შაბათს 11 სექტემბერს. სანტა-ბარბარას კორონერი ატარებს ყველა 34 მსხვერპლის ექსპერტიზას. ის ასკვნის, რომ ყველა მათგანი კვამლის ჩასუნთქვით გარდაიცვალა. ინციდენტის გამოძიება იწყება მანამდე, სანამ ყველა ცხედარი წყლიდან ამოღებული იქნება. 7 სექტემბერს ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიურო იწყებს ხანძრის მიზეზის გამოძიებას. ისინი ვარაუდობენ, რომ ხანძარი სალონის უკანა ნაწილში დაიწყო, მაგრამ ხომალდი იმდენად დაზიანებულია, რომ ზუსტ მიზეზს დარწმუნებით ვერ დაადგენენ. ყველაზე სავარაუდო მიზეზი ელექტროხანძარია. ხომალდის ელექტროსისტემები ძველია და გადატვირთულია კონდიციონერისა და ერთდროულად მრავალი პორტატული მოწყობილობის დატენვის გამო. როდესაც კონსეპშენი 1981 წელს გაეშვა, პორტატული ელექტრონული მოწყობილობები იმდენად გავრცელებული არ იყო, როგორც დღეს.
ორშაბათს 9 სექტემბერს იწყება ერთობლივი ფედერალური სისხლის სამართლის გამოძიება, რომელიც Truth Aquatics-ის ჩანაწერებზე არის კონცენტრირებული. ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო Truth Aquatics-ის ჩანაწერებში რამდენიმე ხარვეს პოულობს და ასკვნის, რომ Conception-ის ეკიპაჟმაც ხელი შეუწყო კატასტროფას. მათ სჯერათ, რომ ინციდენტის სავარაუდო მიზეზი არის Truth Aquatics-ის მიერ გემისა და ეკიპაჟის ოპერაციების ეფექტური კონტროლის არ ქონა. Truth Aquatics-მა ვერ უზრუნველყო, რომ ღამით გემზე მორიგე პატრულირებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით არის მოთხოვნილი. ამ უყურადღებობამ ცეცხლს საშუალება მისცა, შეუმჩნევლად გავრცელებულიყო სალონში. ასევე კვამლის დეტექტორების ნაკლებობა იყო. Conception-ს ჰქონდა რამდენიმე კვამლის დეტექტორი, მაგრამ არა სალონში. მაღალი მსხვერპლის ერთ-ერთი მიზეზი იყო საძილე განყოფილებიდან არასათმარისი გაქცევის საშუალებები. ორივე გაქცევის გზა სალონში გადიოდა, სადაც ცეცხლი მძვინვარებდა. მომხდარის შედეგად მრავალი სარჩელი შეიტანეს და სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. მაგრამ პირველ სარჩელს არ შეიტანს არც ერთი მსხვერპლის ნათესავი და არც გადარჩენილი ეკიპაჟის წევრი. ეს არის Truth Aquatics-ის მფლობელი, Glenn Pritzleri. მხოლოდ 3 დღის შემდეგ, პარასკევს, 5 სექტემბერს, Pritzleri შეიტანს სარჩელს, რომლის მიზანია კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა, მათი გემის, Conception-ის ღირებულებამდე, მას შემდეგ რაც ის ჩაიძირა. პასუხისმგებლობის შეზღუდვის აქტი არის საზღვაო კანონი 1851 წლიდან, რომელიც მფლობელის პასუხისმგებლობას გემის ღირებულებით ზღუდავს. ხუთშაბათს 2019 წლის 12 სექტემბერს სამზარეულოს პირველი დამხმარე რაიან სიმსი Truth Aquatics-ის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. ის ამტკიცებს, რომ ეკიპაჟმა სათანადო მომზადება ვერ მიიღო და რომ Conception საგანგებო აღჭურვილობით სათანადოდ აღჭურვილი არ იყო. 2020 წლის დეკემბრისთვის მსხვერპლთა 32 ოჯახმა Truth Aquatics-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ეს საქმეები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. Truth Aquatics აღარ ფუნქციონირებს. 2020 წლის ზაფხულში კაპიტანი ჯერი ბოილანი ფედერალური სისხლის სამართლის გამოძიების ყურადღების ცენტრშია. 2020 წლის დეკემბერში მას ბრალი წაუყენეს ნაფიც მსაჯულთა წინაშე 34 გემზე დაუდევრობის ან არასათანადო ქცევის შედეგად სიკვდილის გამოწვევისთვის, რაც გემზე არასათანადო ქცევისა ან დაუდევრობის შედეგის შედეგად მოხდა. ჯერი ბრალს არ აღიარებს და სასამართლო პროცესს ელოდება. 2021 წელს მსხვერპლთა ოჯახები ასევე უჩივიან სანაპირო დაცვას, იმის გამო, რომ მან ვერ უზრუნველყო რეგულაციების შესრულება, რის შედეგადაც მოხდა ხანძარი და ხუპვა გემ კონცეფციაზე. 2019 წლის 2 სექტემბერს გემ კონცეფციაზე 34 ადამიანი დაიღუპა და მათი ოჯახები კვლავ აგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას არამარტ ზომიერი სიკვდილის გამო შეტანილი სარჩელებით.